კაბალაში მთავარი კითხვა არის რატომ ვარსებობთ? ზოგადად ფსიქოლოგები თვლიან, რომ ეს გარდატეხის მოზარდობის ასაკისთვის დამახასიათებელი კითხვაა და ადამიანი რომ იზრდება ამ კითხვაზე მისთვის ასურველ პასუხს პოულობს. თუმცა თაობები ისე მიდიოდნენ, რომ მათგან მხოლოდ რჩეულებს შეეძლოთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. კაბალისტების აზრით, კაბალას სინამდვილეში ის ჩაწუდება, მის ზრდასრულ ასაკშიც კი იტანჯება შეკითხვით, რატომ ვარსებობთ? დაუსული სხეული ტერმინია, რომელიც აღნიშნავს ადამიანის სხეულს. პრაქტიკაში გამომუშავებული სხეულის უნარით, დაეყრდნოს ძინ ენერგიას და ასევე შექმნას პირობები შენ სულის ფორმირებისთვის. ეს ასე გამოიყურება. ცი, ხაზოვანი ენერგია, მოკვდავი, ძინ, ფორმის ენერგია, გეომეტრიული ფორმა, შენ, კრისტალური ენერგია, ფორმის შემანარჩულებელი ენერგია, უკვდავი ენერგია. დაუსული სხეულის სტრუქტურა ესაა მაკროკოსმოსისა და მიკროკოსმოსის ურთიერთქმედების გაგების პროცესი, რომელიც მოქმედებს ზეცა დედამიწა ადამიანის სქემის მიხედვით, ან და ძალისხმევის სქემით, რომლითაც ადამიანის ბუნება ჩამოყალიბდა. ამ სქემაში არის დედამიწა, ეს არის ფორმა, ადამიანი ეს არის საზომი, ზომა, ზეცა შესაბამისობა, სადაც საფუძვლად აღებულია 13 სტრუქტურიზაციათაგან ერთ-ერთი. მათ ქმნის ჩვენი სივრცე, რომელიც იყოფა სიხშირეების მახასიათებლებად. თვით სხეულის შესწავლის საფუძვლად აღებულია საზომი, ზომიერება, რომლითაც გაჯერებულია სწავლება დაოსური სხეულის შესახებ. ერთ-არსის სწავლება, ანუ სწავლება ენერგიის შესახებ, ტაი-ი. ერთ-არსის სწავლება, ანუ სწავლება ენერგიის შესახებ, ეს არის ენერგიების სხვადასხვა სიხშირეების რეზონანსული მახასიათებლების გაგება, რომლებშიც შეიძლება იმყოფებოდეს და ვითარდებოდეს ადამიანის სხეული. სწავლება აღსების შესახებ, სხეულის, მისი სისტემების, სხეულის ჭურჭლების და სადინრების აღსების ხედვა შედის დაუსური სხეულის შემეცნებაში, შევსების პოზიციიდან. აქვე განიხილება შევსების პირველადი საწყისი სისტემები, სისხლძარღვოვანი და კუნთოვანი სისტემები. ვიდრე სხეულს გავაცნობიერებთ ღერძის ან პროპორციების კუთხით, უნდა შევიმეცნოთ ის ამსების პოზიციიდან, ანუ მისი მყოფადობის მდგომარეობიდან. სხეულის აღსება განისაზღვრება ადამიანის პრენატალური, დაბადებამდელი თანდაყოლილი ბუნებით, მისი სასიცოცხლო რიტმებით, პოსტნატალური ბუნება. ეს ის მომენტია, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ქცევას მისი დაბადების ბუნებიდან და მისი მყოფადობის არსებობის ბუნებიდან გამომდინარე. აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაბადების დაძაბულობას. ის თუ სხეულის რომელი სისტემა დაიძაბა პირველად, ანუ რომელი სისტემა შეივსო დაბადებისას. იგი აყალიბებს ადამიანის სუნთქვას, სუნთქვა კი აყალიბებს კვებას. ყოველივე ეს იქვემდებარებს ადამიანის ყველა ქცევას და განსაზღვრავს